აა როგორც ყველა მისის, ლომი არის ცხოველთა მეფე და მაშინაც კი თუ ეს კლიშე ცხოვრებაში არასდროს გსმენია, სოფელში ერთი ვიზიტი საკმარის იქნებოდა, რომ ამ ყველაფერს თავად მივხვდარიყავით. რადგან იქ ლომი უბრალოდ წერს, ერთი თვალი გახელი, მეორე დახუჭული, თათები წინათ გადაჯვარედინებული და მას საერთოდ არ ადარებთ თქვენ. ხედავთ, რომ ის მეფეა, ამ ყველაფერს თქვენ თვითონ გრძნობთ. ამ ლომის ენერგიის, ლომის სულის კვეთების გასაგებად ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის, ვიფიქროთ, პატარა ლომებზე, რომლებიც ზოგიერთ ადამიანს სახლში ჰყავს. იმათზე, ვისაც ჩვენ კატებს ვუწოდებთ. მოდით ნებისმიერ სახლში, სადაც კატა არის, სადაც ის უყვართ და თითქმის შეგვიძლია დავდოთ ფსონი, რომ სტანდარტული ხუმრობა იმ სახლში იქნება, ეს კატის სახლია, ჩვენ კატის ადამიანები ვართ, ჩვენ კატას ვემსახურებით. კატას მიმართავენ თქვენო უდიდებულესობა ან თქვენო უმაღლესობა რა რაღაც მსგავსი. ახლა თუ შევხვდებით ადამიანს, რომელსაც როგორც ჩანს ასეთი დამოკიდებულება აქვს საკუთარი თავის მიმართ, უპირატესობის განცდა, თითქოს ძალიან გაგვიმართლა, რომ მას შევხვდით. ჩვენ ამ ადამიანზე არც ისე კარგად ვფიქრობთ. ჩვეულებრივ გვინდა 1-2 საფეხურით დაბლა ჩამოვსვათ, მაგრამ კატის ან ლომის შემთხვევაში უპირატესობის ესაურა სრულიად ბუნებრივად და კომფორტულად გამოიყურება. ჩვენ ამას შეურაცხყოფად არ აღვიქვავთ. უბრალოდ თავისთავად ვიღებთ ამ ყველაფერს, ხო? აქ მინდა ვთქვა, რომ რაზეც ვსაუბრობ ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ეს თქვენ გეხებათ, არაფერ შუაშია იმასთან, თუ თავს როგორ გრძნობთ. ანუ ეს უფრო კავშირშია იმასთან, თუ როგორ ხედავენ გარედან, როგორ გამოიყურებით სხვების თვალით. ანუ თქვენი მათი ადამიანების უკავშირი თქვენდამი. ეს, რა თქმა უნდა, გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია რაღაც საკუთარ თავზე, რაღაც აზრის შექმნაში. თქვენ არ ნიშნავს, რომ ეს თქვენ ამბარტავანი ან საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ადამიანი ხართ, ან ასე ჩანხართ. ზოგიერთი ასტროლოგი იტყოდა ამას, მაგრამ ეს არის ცილისწამება, ეს უარი შემთხვევაში ლომის ჩრდილოვანი მხარეა. ბევრად უფრო ტიპიურია, რომ ადამიანები უბრალოდ თქვენით მოიხიბლებიან, თქვენ გარშემო იგრძნობენ განსაკუთრებულ არსებობას, არა აქვს მნიშვნელობა რა ხდება თქვენ ცხოვრებაში. მათ როგორც ჩანს, ექნებათ განცდა, რომ კარგად ხართ. ახლა ამ სამყაროში არის რაღაცები, რაც არის უხილავი, რადგან ძალიან შორს არის, მაგალითად სანთელი, რომელიც რაღაცა 2 კილომეტრის მოშორებით იწვის, ხო? მას ვერავინ ხედავს, ან ვარსკვლავი galaktikაში, რომელიც ძალიან ძლიერი ტელესკოპისთვისაც შორს არის და ვერ ვხედავთ, ხო? არის რაღაცეები, რომლებიც უხილავია, რადგან ძალიან კაშკაშაა, მაგალითად მზე, ხო? ან მტრის ნაწილაკი, რომელიც 200 ვატიან ნატურის ფონზე შევამჩნიეთ. და თქვენი უჩინარობის მიზეზი ზუსტად ეს არის. რთულია ზედაპირის მიღმა დაინახო, რას ნიშნავს იყო შენ. ანუ სიკაშკაშე, ხო? რესტორანში წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია ხვდებით მეგობარს, რომელიც არ გინახავთ დიდი ხანია, დაჯექით და გეკითხებათ ის როგორ ხართ. თქვენ პასუხობთ, იცი, გრძნობ რომ ფრჩხილებით ვებღაუჭები ცხოვრებას რაღაც. ეს ფაქტიურად დახმარების თხოვნას გავს ეს ყველაფერი, მაგრამ მეგობარი იღიმის და თავის ამბებს გიყვებათ. თქვენ თავს მოტყუებულად გრძნობთ, ხო? ამ მომენტში, მაგრამ ადამიანური კომუნიკაციის რაღაც ნაწილი არის სიტყვიერი და უფრო დიდი ნაწილი არის გრძნობითი, ხო? ემოციებით, ვიბრაციებით, სხეულის ენით და ეს ყველაფერი სხვა რაღაცას გადმოსცემს თქვენი სხეული და თქვენი კომუნიკაციის სხვა ნაწილები. ეს არის წყნარი ღირსების განცდა. ეს შეიძლება ძალიან მარტოსული ცხოვრება იყოს, როგორ უნდა გადავახოთ ეს. თქვენ უნდა დატოვოთ სამყაროს თქვენი შინაგანი პროცესის რაიმე ხელშესახები მტკიცებულება, რომ მათ დაინახონ. ეს პროცესი, რადგან ვსაუბრობ, არის ის, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ შემოქმედებითობა და ამ სიტყვას ძალიან ფართოდ გამოვიყენებ ახლა კონტექსტში. თვითონ თუ გაინტერესებთ ხატვა, მუსიკის დააკვრა, თეატრი, ამ მსგავსი რამ, ეს სრულიად შესაფერისი და შესანიშნავი საქმეა იმ მიზეზების გამო, რომლებსაც გავიგებთ, მაგრამ შემოქმედებითობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რასაც ჩვენ ხელოვნებას ვუწოდებთ. მაგალითად, თუ სავაჭრო ცენტრში პატარა მაღაზიად გავხსნით, იქ ჩავდებთ ჩვენი იდენტობის რაღაცა ნაწილს, მასაც ექნება რაღაც გარკვეული პიროვნება და ესეც ფაქტიურად არის შემოქმედებითი აქტი.
ნებისმიერ დროს, როცა ჩვენში მიმდინარე პროცესის ანაბეჭ ტოვებთ ადამიანზე ან მოვლენაზე, ეს არის შემოქმედებითი თვითგამოხატვა. ცოტა ფართო კონტექსტში რომ გავიგოთ. რატომ არის ეს შემოქმედებითობა ასე ძალიან მნიშვნელოვანი ლომისთვის? ეს არის ძალიან რთული კითხვა. იდეა, რომ თქვენს შინაგან მეს, თქვენს სულიერ ცხოვრებას და ემოციებს უფრო ხილულს ხდით სხვა ადამიანებისთვის, გარკვეულ აზრს იძენს თუ თქვენი აურა, სტილი დამაბრმავებელია. თქვენ უნდა დაეხმაროთ სხვა ადამიანებს დაგინახონ, თორემ ვერ დაგინახავენ. ეს არის ის, რაც სინამდვილეში ხდება აქ. მაგრამ შეიძლება საკუთარ თავს დავუშვათ რთული კითხვა, თუ რატომ ხართ ამ სიტუაციაში ანუ ასეთ სიტუაციაში რატომ აღმოჩნდით. ასეთი ბუნების კითხვები ცოტა მეტაფიზიკური და იდუმალ ხასიათს ატარებს. ვივარაუდოთ, რომ თქვენ იმაზე მეტად უფროსი ხართ, ვიდრე თქვენი დაბადების მოწმობა საუბრობს ამაზე. იდეა, რომ ღმერთმა შექმნათ, სანამ დაიბადებოდით და ჩამოაყალიბა თქვენი სული, რაღაც ამაზე დავფიქრდეთ. ამაზე შეგვიძლია ვიფიქროთ რეინკარნაციის თვალსაზრისით, ან რაღაცა გენეტიკური კოდის და დნმ-ის თვალსაზრისითაც. იდეა ისაა, რომ ჩვენ ყველანი რაღაც უძველეს ვატარებთ ჩვენში. სწორედ იქ ჩვენი სულის ამ საიდუმლოებებში ჩვენ ვაღიარებთ, რომ არსებობს უძველესი ჭრილობა. აქ რეინკარნაციის ენას გამოვიყენებ, თუმცა არ გახსოვთ ამ ყველაფერს თავს, იფიქრეთ იმაზე, როგორც მეტაფორაზე, თუ კომფორტულად აგრძნობთ ამ მდგომარეობაში, ან რეინკარნაციის თეორიასთან თუ კომფორტულად არ ახართ. თქვათ, თქვენ წინა ცხოვრებაში ადამიანთა ოჯახი თქვენ წინააღმდეგ წავიდა და ახლობთ ესეთი გამოცდილება. თქვენ იყავით რაიმე სახის თავდასხმის ან ცრურწმენის მსხვერპლი. ცრურწმენების ისტორიები, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ უხვადაა ჩვენ სახეობათა ისტორიაში, ასე რომ ჩვენ თვითნებურად გამოვიყენოთ ერთი ილუსტრაცია, მაგალითად თქვენ რაღაცა კუდიანობისთვის, მკითხაობისთვის, თუ ალქაჯობისთვის კოცონზე დაგწვეს. ახლა ეს ძალიან დრამატული განცხადებაა, შეიძლება სინამდვილეში სიმართლე არ იყოს, მაგრამ გვეხმარება, რომ სწორი მიმართულებით დავფიქრდეთ. ახლა დავფიქრდოთ თვითონ რას უშვება ეს გამოცდილება თქვენ დამოკიდებულებას. თუ ალქაჯობისთვის კოცონზე დაგწვეს, თქვენ ამ სამყაროში მოდიხართ უკვე ყოყმანით, რომ ვინმე ნათლად დაგინახონ. თქვენ მიდრეკილი ხართ, რომ ალქაჯობისთვის კოცონზე დაგწვეს, ან რაიმე სხვა მსგავსი ბედი გერგოთ, ამ სამყაროში ისე მოხვიდეთ, რომ სხვა ადამიანები თქვენით მოიხიბლონ, მოგიწონონ, იფიქრონ თქვენზე, როგორც ყველა კარგი და ნორმალური რამის განსახიერებაზე. სხვანაირად რო ვთქვათ, მოტივირებული ხართ, არ გაიმეოროთ კვლავ დაწვის გამოცდილება. თქვენ ამ სამყაროში მოხვედით, რათა ისწავლოთ კვლავ კომფორტულად ყოფნა სხვა ადამიანებთან, კვლავ განიცადოთ ზოგადად სიხარულის მდგომარეობა, უძველესი შიშის და წყებისგან გათავისუფლება. ეს არის რაღაც, რასაც შეგვიძლია უწოდოთ პატიება, რომელიც ცდილობს ჩვენში აღმოცენდეს. ვიფიქროთ იმ გრძნობაზე მუცელში, როცა ახლახან დავწერეთ ლექსი და ვფიქრობთ, რომ იქნებ მეგობრებს გაუზიაროთ, გვეშინია და ამავე დროს გვინდა, რომ მათ მოისმინონ. ბოლოს გვესმის, როგორ ვამბობთ ჩვენ თვითონ ხო სიტყვებს, ეს ლექსი დავწერე. და რა თქმა უნდა, მაშინ ყველა ჩვენსკენ იყურება, შესანიშნავია, დაგვიკითხე და თქვენ გეშინიათ ამ დროს, მაგრამ მაინც კითხულობთ. და აქ ბრუნდებით იმ კარმულ დრამას. როცა ლექს ვკითხულობ და ჩვენი მეგობრები მოხიბლულნი არიან, ამბობენ, რა მაგარია შენ დაწერე, სიხარული, რომელსაც გრძნობთ, არის ადამიანთა ოჯახის მიერ კვლავ ჩახუტების სიხარული, მიღების. სწორედ ამიტომ არის შემოქმედებითობა ასე მნიშვნელოვანი ლომის ნიშნისთვის. რომ ჩვენი სული სხვა ადამიანებისთვის გავხადოთ ხილული, ვიგრძნოთ პეპლები მუცელში, მაგრამ მაინც გავრისკოთ და კვლავ გამოვჩდეთ. გარშემო შემოვიკერებოთ ადამიანები, რომლებიც გვაფასებენ, ადამიანები, რომლებსაც უყვარვართ და ისინი თუ ტაშს არ დაგვიკრავენ, არ მოვითმინოთ, უბრალოდ წავიდეთ და ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც ტაშს დაგვიკრავენ. თქვენ უნდა მოაწყოთ ისე, რომ კვლავ ჩაგიხუტოთ ადამიანთა ოჯახმა. ეს არის თქვენი სულიერი სამუშაო და ამ ცხოვრებაში სწორედ ამიტომ არის შემოქმედებითი თვითგამოხატვა და მასთან დაკავშირებული ემოციური რისკები, თქვენი ევოლუციური მოგზაურობის და იმის გულში, რაც ამ გამსხეულებაში ცოცხალს გტოვებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიგოთ თითოეულმა ამ ნიშნის წარმომადგენლებმა.